აქ ლოკომოტივი დარჩა შეტევაში, ამოაკომ კარში დაარტყა და ისევ ნიკა ქავთარაძე და მისი დიდება დაკარგა და ისევ დაიბრუნა კეკელიძე. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს და არტყა კარში ზუსტად ისევ ნიკა ქავთარაძე. ჯობასეა დაარტყმა პირდაპირ კარში შემდეგ უხიანიძეს აქ რა დაარტყმა და იგერიებს ამბობს ნიკა შაგდება და დაარტყმენ თემურ ჩიხლაძეს თამაშობდა ნახოთ მორიგი შეტევა და არ გავიდა რეალური ეპიზოდი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ლოკომოტივმა შექმნა გვიჩვენებენ ბექა ნიკა ქავთარაძეს უფრო სწორედ რაც ნიშნავს იმას, რომ წინა ეპიზოდში იყო იგი გადამრჩენელი გაგრასი შეყილაძის დარტყმის შემდეგ როგორი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და შემდეგ უკვე კეკელიძეს აღარ დაარტყმევინეს დამატებაზე. თუმცა განმეორებით შესანიშნავი მოგერიება, რომელიც შემოგთავაზა რიგაში. აქ ჯარიმა არის დაცმელი აწვდის ბურთს საჯარიმოში ქავთარაძე გამოდის და იგერიებს ბურთს. საკმაოდ ძლება პრინციპში თუ აქვს რაიმე დამუშავება, თუმცა ალბათ უფრო დაარტყამს. ასეც იქცევა და ქავთარაძე გადაარჩინა ახლა ნიკა ქავთარაძემ თავისი ბურთი მოწოდების სიმაღლეზეა დღეს ახალგაზრდა მეიკარე, რომელმაც მოიგერია ეს შესანიშნავი დარტყმული და შესანიშნავი მოგერიება შემოგთავაზა თავად შესაძლებლობა ხარაიშვილის ჩაწოდება დარტყმა შეყილაძისა და ისევ ქავთარაძე ისევ გადაარჩინა თავისი გუნდი დღეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა თუ არა საუკეთესო სულ მცირე ორი მკვდარ ბურთს რომ ეძახიან ისეთი მოგერიება მოახერხა და კიდევ არა ერთი ეპიზოდი სადაც მეტოქის კარტონ დარტყმა და რა ბურთი მოიგერია ქავთარაძე რა დარტყმა იყო ლევან ჟორდანიას შესრულებით რა კარგი ეპიზოდი იყო ამ ეპიზოდის განმეორების პირველა რა თქმა უნდა ფიზიკური სკულის და ხორხელის გადაცემა და ჟორდანიას მწვავე შესრულებული დარტყმა და არანაკლები შევალეთ მოგერიებული ორი ძალიან საქმიანი ეპიზოდი ქავთარაძე ჩაწოდება საჯარიმოში და არის შანსი შეიძლება დარტყმა და წინვალესეები რომელიც შემოგთავაზა ნიკა ქავთარაძე და ხორხელი თუ ახლა გადაწყვეტა და რომ არა ნიკა ქავთარაძე ანგარიში გაიწევდა ცაცის ძალიან საქმიანი ჩაწოდება საბოლოო გამალებით თავს იცავს ათენადად შეუძლია ბოლომდე და გადის შესაძლებლობების ყველაზე ჯარიმოში ბურთის გათამაშება ისევ წყალტუბოელები ისარგებლეს მეტოქის შეცდომით გრძელდება მათიერიში დარტყმა და მეკარე იგერიებს ბურთს წესით რომელსაც მარჯვენა ფლანგიდან მოაწვდიან ეს განმეორებით ეს ეპიზოდი ნახოთ კიდევ ერთხელ აქ დაცვას ცოტა ჩამოეძინა თითქოს და σκებით კიდევ ერთი საკიფათი დარტყმა გადარჩა აქაც გაგრა ისო დაბადაზია მარცხენა მიდან ისე ხოთქოში მიცინავდა დაბადაზი დაარტყა და იყო შედება მე მგონი მეკარის თუ სიტამაში სამხედრო და მას ბატონს შეამჩნია გაგელემა იმარჯვეს არა და ეს ეტაპი ნახევარფინალში ხო They'll be calling me, they'll be calling me royalty. Let's do give me loyalty, 'cause I'm taking the world, you'll see. They'll be calling me, they'll be calling me royalty.
შედგება ეს შეხვედრა. იქამდე ამ ეპიზოდს ნახავთ. ბრიაძე, აქვს სივრცე, შეუძლია დარტყმა და ისევ ნიკა ქავთარაძე. სად იყო ალგეთი პირველ ტაიმ? წვავე, კონტრშეტევა მარჯვენა და მარცხენა ფლანგიდან, ჯერის თავი დარტყმა, მერეს საჯარიმოს გარედან. გამოტანილია ბურთი საჯარიმოს გარედან დარტყმა შეიძლება და ფეხით იგერიებს ქალაქს ველოდით პროგნოზირებდით, იმიტომ რომ ორივე გუნდს უყვარს შემტევი ფეხბურთი და ასე დაიწყეს ნამდვილად ბრძოლით. ზე დაატრიალა კარის მიმართულებით და ბრავო. როგორც ალგეთთან შეხვედრაში, ისე დღეს და მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა, იმ გოლში მისი დანაშაულება ნაკლებად შეიძლება. არა, დაკარგა და ისევ დაიბრუნა კეკელიძე, ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ათხა კარში ზუსტად ისევ ნიკა. I'm